აბა საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მივესალმები რა თქმა უნდა ლოტო 642-ის ერთგულ მოთამაშეებს, ყველას ვინც თვალსადევნებთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, წრის ნახევარს გადასცა, დღეს არის პარასკევი დღე და რა თქმა უნდა ტრადიციულ დროს, ტრადიციულ არხზე საქართველოს ეროვნული ლოტარია ლოტო 642 იღებს სტარტს. სტარტს ვიღებთ იმისთვის, რომ იღბალს მოვარტყათ 10-იანში, იმისთვის, რომ გავათამაშოთ მსხვილი, ძალიან მიმზიდველი და სოლიდური თანხები და გავათამაშოთ ჩვენი ჯეკპოტი, რომელიც საკმაოდ კარგად და მიმზიდველად გამოიყურება. ჩვენი ჯეკპოტი შეადგენს 645,322 ლარს. მეორე საპრიზო ფონდიც საკმაოდ ესეთი ნოყიერი თანხაა შეიძლება ითქვას, 300,000 ლარი დაგვიგროვდა ამასობაში ჩვენ მეორე საპრიზო კატეგორიაში და ნახოთ როგორ ვითარდება დღეს მოვლენები, ნელ-ნელა უნდა გადავინაცვლო მე ჩემგან ხელ მარჯვნივ და ავითვალოთ 3-დან 1-მდე და ჩამოვყაროთ ჩვენი მომგებიანი ფერადი ბურთები. 3, 2, 1 და აი ისიც. ახმაურდა ჩვენი ლოტოტრონი. და ნახოთ როგორ იქნება დღევანდელი ციფრების კომბინაცია. ნებისმიერ შემთხვევაში მე თითოეულ თქვენგანს გისურვებ წარმატებას და დიდი იმედი მაქვს რომ თითოეული ბურთი, თითოეული რიცხვი აუცილებლად გაგახარებთ. 17-ით გავხსენით დღევანდელი ციფრთა კომბინაცია. საშუალო რიცხვით დავიწყეთ გათამაშება და 29 წამოგვეწია. ყვითელი, მწვანე, საინტერესოა რა იქნება მესამე მომგებიანი ბურთი და აი ისიც ადგილზეა. კვლავ ყვითელი ფერის ბოლო პერიოდში მოკლედ ყვითლები ლიდერობენ, შეიძლება ითქვას 42 გახლავთ მესამე მომგებიანი ბურთი და გვალი ციფრი 30 მოგვიგორდა ჩვენ ამასობაში. ყვითელი, მწვანე, საინტერესოა ეს ფერთა გამა, იქნება თუ არა დაცული, კვლავ მწვანე ხედავთ რომ მოთავს და დანიშნულების ადგილზე 21 გახლავთ მეხუთე მომგებიანი ბურთი და ველოდებით უკვე მე-6-ეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის მოსაგებად და კვლავ მწვანე ფერის ამ შემთხვევაში 8-იანი ხედავთ რომ 8-იანმა დაასრულა ძირითადი ციფრები და ბონუს რიცხვი გახლავთ 10. მოდი გადავიმეოროთ ჩვენ დღევანდელი კომბინაცია კიდევ ერთხელ დავიწყოთ 17-ით, გავაგრძელოთ 29-ით, 42, 30, 21, 8 და ბონუს რიცხვი გახლავთ 10. აი ესეთია დღევანდელი ბურთები, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ის რიცხვებია რომელიც თქვენ უკვე მოხაზეთ ბილეთებში და ახლა ბედნიერება, ჟრიამული, სიხარული ტრიალებს თქვენს ოჯახებში. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ძალიან მალე გავიგებთ, მას შემდეგ რაც ჩემგან ხელ მარცხნივ გამოჩნდება შედეგები და შედეგებამდე ვიდრე ის წამოგვეწევა, მანამდე აუცილებლად ყოველს უნდა შეგახსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის რომ თქვენ ჩაერთოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის ლოტო 642-ის გათამაშებაში. ამისთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ხელში გეჭიროთ ბილეთი და თუ ეს ყველაფერი სტაბილურ ხასიათს მიიღებს, ხო, რა თქმა უნდა თქვენი შანსები თავისთავად იზრდება, როგორც ყოველ სამშაბათს ისე პარასკევს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ბილეთების შეძენისთვის არსებობს უამრავი გზა, შეგიძლიათ შებრძანდეთ აი ახლავე სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის კომფორტულ გარემოში საიტზე www.loto.g და შეგიძლიათ ასევე ისინი შეიძინოთ ლოტოს ჭიხურებში, რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე სერვის ცენტრებში. და ამასობაში ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ გაგიზიაროთ შედეგებიც. როგორც ვხედავ, გათამაშდა მე-4 საპრიზო კატეგორია 1584 ლარი გაიყო 3 ადამიანმა და მოგება ბილეთზე შეადგენს 528 ლარს. ჯეკპოტი მეორე საპრიზო კატეგორია და სხვა შორის მესამე საპრიზო კატეგორია დღეს არ გათამაშებულა და რას ნიშნავს ხოლმე ეს? იმას რომ კიდევ უფრო გაზრდილი ფონდებით ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და ერთმანეთს ხვდებით უკვე სამშაბათ დღეს, ხრის ნახევრის შემდეგ ეს ის დროა, როდესაც ლოტო 642 იღებს ხოლმე სტარტს. ამიტომ მე ის გადამრჩენია გითხრათ რომ აუცილებლად იაქტიუროთ, შეიძინოთ ბილეთები, შეავსეთ ისინი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ წლის იქნებ ბოლოს მაინც შევეთამაშოთ ჯეკპოტს. ბედნიერი შაბათ კვირა. დროებით.